ინციდენტი ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შემთხვევა ამ ურჩევლებთან შეხვედრის დაწყებამდე მოხდა, რომელიც წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში იყო დაგეგმილი. შეხვედრაზე ნაციონალური მოძრაობის წევრებს მაჟორიტარობისა და მერების კანდიდატები უნდა წარედგინათ, თუმცა ღონისძიების დაწყებამდე შეხვედრის ადგილზე პარტიის მომხრეებთან ერთად მათი მოწინააღმდეგეებიც მივიდნენ. შელაპარაკებისას მოხდა კიდევ ერთი ინციდენტი. ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა მოწინააღმდეგე ქალბატონს წითელი საღებავი შეასხეს. დაპირისპირების განმუხტვა მხოლოდ სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ მოხერხდა, რომლებმაც რამდენიმე ადამიანი ტერიტორიას გაარიდეს. თუმცა დააკავეს თუ არა, ისინი ჯერჯერობით უცნობია. ინციდენტს წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრისთვის ხელი არ შეუშლია და ის დროულად დაიწყო. გროშას ამოფარებული არარაობები არიან მე, იმიტომ რომ მაქვს ამის პრეტენზია. ის ადამიანი იყო პროვოკატორი და შევღებეთ წითლად, იმიტომ რომ არიან რუსეთის აგენტები. შეიღებებიან ყოველთვის. წითლად, იმიტომ რომ სიმბოლოა ამათი წითელი ფერი.